მოგესალმებით, ამჟამად ვიმყოფებით ჰააგაში, მაურიცეისის მუზეუმში. მამაკაცის პორტრეტი. ეს რემბრანდტ ვან რეინის ნამუშევარია, რომელიც მხატვარმა 1667 წელს 61 წლის ასაკში შექმნა. როგორც ცნობილია, ეს მის მიერ დათარიღებული ერთ-ერთი ბოლო პორტრეტია. ამავდროულად უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ ეს სურათი იმ იშვიათ ნამუშევართა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმაც ჩვენამდე თითქმის დაუზიანებელი სახით მოაღწიეს. ზემოთქმულმა კი მაურიცეისში დასაქმებულ ხელოვნებაცოდნეებს საშუალება მისცა დეტალურად შეესწავლათ რემბრანდტის წერის მანერა. დაკვირვებოდნენ ფუნჯის მონასმებს, საფუძვლიანად შეესწავლათ მასალა, რომლითაც მხატვარი მუშაობდა. ის თუ როგორ არის სავარძელში მჯდომი მამაკაცი გამოსახული, გვაფიქრებინებს, რომ რემბრანდტს ეს სურათი შეკვეთით არ დაუხატავს. ჩვეულებრივ, როდესაც მხატვარი სხვა პიროვნების სახელის უკტავსაყოფად პორტრეტს შეკვეთით ქმნიდა. ის სურათზე გამოსახული პიროვნების სოციალური მდგომარეობის, მისი შინაგანი სამყაროს სრულყოფილად გადმოსაცემად, საგანგებოდ არჩევდა პოზას, გამომეტყველებას, სამოს, გარემოს, სად და როგორ გამოსახავდა მას. ამ შემთხვევაში კი ჩანს, რომ სურათზე გამოსახული პიროვნება რემბრანდტს კარგად იცნობდა და მისთვის მხატვრის სურვილით პოზირებდა. ნამუშევარი ნიდერლანდებში, ჰააგაში, მაურიცეისის მუზეუმშია დაცული.